მოდი ახლა შევქმნათ Laravel-ის პროექტი. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება Laravel-ის ინსტალერი. ახლა მე ვარ Ubuntu-ს ოპერაციულ სისტემაზე, მაგრამ თუ ხართ Windows-ის მომხმარებელი ან Mac-ის მომხმარებელი, თქვენ დაგვჭირდებათ Laravel Herd. აი ეს შეგიძლიათ გახსნათ შემდეგი საიტი herd.laravel.com და ახლა Windows-ის page არის ეს. Laravel Herd არის Laravel-ის development-ის გარემო, რომელიც გაძლევთ თქვენ ყველაფერს პრინციპში, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ Laravel-ის პროექტები შექმნათ, მათ შორის REST API-ები. გაძლევთ Node.js, გაძლევთ PHP-ს, Composers, ასევე SQLite-ის მონაცემთა ბაზა გაქვთ უფასო ვერსიაში, ფასიან ვერსიაში, MySQL-ის ვერსიაც არის Laravel Herd-ში. როდესაც დააყენებთ Laravel Herd-ს, კიდევ ერთხელ ვამბობ, Windows-ზე და Mac-ზე. როდესაც დააყენებთ Laravel Herd-ს, შემდეგ უნდა შევქმნათ Laravel-ის პროექტი. თუ ხართ Ubuntu-ზე, მაშინ უნდა გადმოწეროთ Composer-ი და PHP და ცალკე დააყენოთ PHP და Composer-ი. თუ Ubuntu-ს მომხმარებელი ხართ, ავტომატურად ჩავთვლი მე, რომ თქვენ გაქვთ უფრო მეტი ცოდნა თუ როგორ გააკეთოთ რაღაცეები თქვენს ოპერაციულ სისტემაში, Ubuntu რადგან ცოტა უფრო advanced მომხმარებლებისთვის არის, ამიტომ ჩავთვლი, რომ შეგიძლიათ როგორ დააყენოთ PHP და Composer-ი თქვენს ოპერაციულ სისტემაზე. შესაბამისად, ამის შემდეგ, როდესაც გაქვთ PHP და Composer-ი თქვენს ოპერაციულ სისტემაზე Ubuntu-ზე მაქვს საუბარი, შეგიძლიათ გაუშვათ Composer, პატარა ასოებით, Composer global require Laravel/installer. ეს დააყენებს Laravel-ის ინსტალერს გლობალურად თქვენს ოპერაციულ სისტემაზე, შემ შემთხვევაში ამან უბრალოდ გააკეთა ამის update-ი. კიდევ ერთხელ ვამბობ, Mac-ზე და Windows-ზე უკვე გააქვთ თქვენ Laravel-ის ინსტალერი, თუ Laravel Herd-ი გადმოწერეთ და დააყენეთ. Okay? ამის შემდეგ მე უბრალოდ გადავალ იმ ფოლდერში, სადაც მინდა რომ API-ის პროექტი შევქმნა და გავუშვებ შემდეგ ბრძანებას. ეს თქვენს ჩემთან ერთად უნდა გააკეთოთ. Laravel new Laravel API course. Laravel API course ჩემ შემთხვევაში არის იმ ფოლდერის დასახელება, რომელსაც ახლა მე ვქმნი. ანუ ვქმნი ახალ Laravel-ის პროექტს და მას ვარქმევ Laravel API course. დავარტყოთ enter-ი, აქ რამოდენიმე options გამომიტანს, რომელი starter kit-ი მინდა გამოვიყენო, რადგან API-ს ვიყენებ, არც ერთი starter kit-ის გამოყენებას არ ვაპირებ. ამიტომ აი აქ ამოვირჩევ none-ს. რომელი ტესტირების framework-ი გინდა რომ გამოიყენო, best default-ია, დავტოვებ default-ზე. უკვე დაიწყო ამან Laravel-ის პროექტის ინსტალაცია. დაჭირდება სულ რამოდენიმე წამი, რომ გადმოწეროს და დააყენოს. თუ პირველად აკეთებთ Laravel-ის პროექტს, შესაძლოა ცოტა უფრო მეტი დრო დაჭირდეს. რომელი database-ის გამოყენებას ვაპირებ, SQLite-ის გამოყენებას ვაპირებ, ამოვირჩევ SQLite-ს. გაუშვა მიგრაციები, თვითონვე შექმნა მონაცემთა ბაზის ცხრილები. კიდევ ცოტა ხანი დაჭირდება, აქ დამატებითი პეკეჯები დააყენა. ბოლოს ტესტირების framework-ის პეკეჯებს აყენებს და ამით პრინციპში დამთავრდება Laravel-ის პროექტის შექმნა. ბოლო ეტაპი არის, რომ npm install და npm run build-ი გვინდა თუ არა გაუშვათ. კი ბატონო, მინდა ესეც რომ გაუშვათ. და ამით დამთავრდება პროექტის შექმნა. არ ვიცი რატომ გაურკვეველი მიზეზით ძალიან დიდი ხანი მუშაობდა npm install და npm run build-ი და ბოლოს გავაჩერე ეს ბრძანება. ეხლა შევიდეთ ჩვენ Laravel API course folder-ში და აქედან გავუშვებ npm install-ს პირველ რიგში, რომელიც გააკეთებს პრინციპში იგივეს, გადმოწერს და დააყენებს რაღაც პეკეჯებს. და ამის შემდეგ უნდა გავუშვათ npm run build-ი. კი ბატონო, ანუ ჩვენ ვართ ჩვენს პროექტში, npm install-ი, npm run build-ი გაშვებულია, ანუ ჩვენი Laravel-ის პროექტი არის აბსოლუტურად მზად. პირველ რიგში გავხსნათ ეს ფოლდერი Visual Studio Code-ით. თუ არ იცით რა არის Visual Studio Code-ი, გაჩვენებთ ძალიან მარტივად და უწევ VS Code. წერთ Google-ში. ხსნით პირველივე links, Visual Studio Code არის უფასო, open source კოდის ედიტირების პროგრამა, რომელსაც AI-ც თან აქვს ჩაშენებული.
გავხსენი Laravel-ის API კურსის პროექტი, აი აქ არის ჩვენი პროექტი და ეხლა ეს პროექტი მინდა რომ დავსტარტო. ამისათვის terminal menu-ში new terminals ვაწვევით, იხსნება ახალი ტერმინალი და უშვებთ შემდეგ ბრძანებას. Composer run dev. რომელიც გაეშვება და რამოდენიმე ბრძანებას ერთდროულად გაუშვებს, ჩვენ რაც გვაინტერესებს ეს არის localhost port 8000. Ну, აი ეს URL-ი არის ის, სადაც Laravel-ის პროექტი არის ამ მომენტისთვის დასტარტული. Ctrl+C-ს თუ დააწვევით აქ, ყველაფერი გაითიშება. შეცდომით დავაწყე ახლა Ctrl+C-ს, ამიტომ გაითიშა. აი ამ URL-ის მოკოპირება თუ გინდათ, მარჯვენა ღილაკი და copy. Okay, ეხლა გავხსნათ ბრაუზერი, ეს გავთიშოთ. ახალ ტაბში ჩავსვათ localhost port 8000 და აი ეს არის Laravel-ის getting started page. Laravel-ის პროექტი მზად არის. შემდეგი ეტაპი არის API-ის ინსტალაცია Laravel-ის პროექტში.